იკვეთება თუ არა გიგი უგულავას მის ინტერესები ტელეგრაფის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მოსახლეობა ამბობს, რომ წლები ავარიული ფართების გასხვისება სურთ, თუმცა ინვესტორების ზეწოლის გამო ფართის ყიდვაზე უარს ამბობენ. სახლები ავარიულ მდგომარეობაშია და იქ ცხოვრება სახიფათოა. ძველი თბილისის გამგეობა ტელეგრაფის ქუჩის მცხოვრებლებს დროებით ბინების დატოვებას და ქირის გადახდას თავაზობს. ინვესტორი კი ისევ მოსახლეობის მოსაძებნია. ტელეგრაფის ქუჩის ნომერ 3 და 4-ში მცხოვრები ოჯახები ავარიული სახლების გამო დედაქალაქის მთავრობას დახმარებას თხოვენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ ყოველდღიურად სახლს ბზარები ემატება და იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის უფრო და უფრო საშიში ხდება. ეს ორი ეზო არის განადგურებული. დაცლილია ეზო. საერთოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს ამ ეზოში. იმიტომ რომ საშინელი მდგომარეობა, ჩამონგრეულია კედლები. რეაბილიტაცია ამ სახლების აღარ შეიძლება. ეს ფაქტია. მაგრამ გაგვიყვანონ და ეს მიწის ნაკვეთი დარჩება სახელმწიფოს. სახსახ მესამე კატეგორია მინიჭებული და ხო და არის ძალიან მძიმე ავარიული შენობა. ჩვენ ალბათ წელიწადში ყველაზე ცოტა 10 წერილს ვაგზავნით წლის განმავლობაში. გამგეობა მერია, მოდიან რამდენი აგური ჩამოვარდება მორბიან მაშველები. საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე კომპანია ჯეოლენდია განთავსებული, რომლის 50%-იან წილს თბილისის მერის ძმა ირაკლი უგულავა ფლობს. მოქალაქეები გიგი უგულავას ოჯახის წევრების ინტერესებზე საუბრობენ. კომპანია ჯეოლენდთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. როდესაც აი ესეთი ავარიული სახლში მერის ძმა ყიდულობს ფარდს და აკეთებს ჯეოლენდს, უკვე ბოლოს და ბოლოს ერთ-ერთმა ინვესტორმა გითხრა, რომ სანამ გიგი უგულავა არსებობს, არ გეღირსებათ არაფერი და ვერც ვერავინ ვერ აიღებს. ამას დაემატა ზემოდან იუსტიციის სახლის მშენებლობა, წელიწადი სახლის ზანზარებდა და ბოლოს და ბოლოს მიწისძვრამ დაანგრია. ძველი თბილისის გამგეობაში ამბობენ, რომ სახლები ავარიულ მდგომარეობაშია და გამაგრებას აღარ ექვემდებარება. ტელეგრაფის ჩიხის მცხოვრებლებს ძველი თბილისის გამგეობამ დროებით სხვაგან საცხოვრებლად გადასვლა შესთავაზა. გამგეობამ რამოდენიმეჯერ როგორც წერილობით, ასევე სიტყვიერად შესთავაზა მესაკუთრეებს ქირის საკომპენსაციო თანხით დაკმაყოფილება, მანამ სანამ არ იქნება მათ საცხოვრებელი პირობები მოგვარებული. ინვესტორთან ურთიერთობაში თავისთავად საჭირო არის მესაკუთრეების ურთიერთ შეთანხმება. ამ შემთხვევაში გამგეობა არ არის კომპეტენტური ჩაერიოს მესაკუთრეებს შორის ურთიერთობაში. ტელეგრაფის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მერიის მიერ ყოველთვიურად გამოყოფილი თანხა საკმარისი არ არის სხვა ფართის დასაქირავებლად. ერთ-ერთი სახლის ფლიგელი რამდენიმე თვის წინ ჩამოინგრა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახლა საფრთხე სხვა ფლიგელებში მცხოვრებლებსაც ემუქრებათ.